სალამი მოგესალმებით ჩვენი გური არის ოდნავ შეუძლოთ ხვალ ალბათ გვეყოლება ეთერში მოსამძიმნებით მინდა დავიწყო ბატონი დავით მაგრაძე ჩვენი ძმაკაც მეგობარი ყველასათვის ცნობილი და საყვარელი ხელოვანი უბედურება დაემართა დედა გარდაეცვალა ხვალ დაკრძალვა არის და სულით და გულით პირადად მე და ტელეპოსტივი რომლის ხშირი სტუმარიც იყო არის და იქნება დათო ბატონი დათო უერთდება ჩემს სამძიმარს მერტმა აცხადოს დედამისის სული. კარგი ვერთები მეც სამძიმარს და ჩემი ოჯახის ახლობელი არის ძალიან დიდ პატივს მის ოჯახს და ძალიან დიდი წუხარება არის. ამიტომ ვიზიარებ და უთანაგრძობ მის ოჯახს. კარგი დავიწყოთ ახლა დღეს უბრალოდ რა თქმა უნდა სასაცილო არის დმანისიდან 100 კილომეტრით რო გამოექანები 100 კილომეტრის მანძილზე 20 ლიბერდებული დასრულებული გალუმპული და სალომესნაირი ქალბატონის ბაბაიაგას გაურკვეველ მონოლოგებს რო გასმენინებენ მაგრამ ზოგადად რაც ხდება ეს არის უკვე დასაცინიც არ არის ოპოზიცია. ჯერ დავიწყოთ საერთაშორისო ამბით ლეპენი დაიჭირეს სასამართლომ. კი, გაცილებით მნიშვნელოვანი ამბავია. სასამართლომ დამნაშავედ გამოაცხადა მიუსაჯეს 2 წელი პირობითი 2 წელი სამაჯური, რაც ყველაზე მთავარია 5 წლით აეგზავნა არჩევნებში მონაწილეობის უფლება, რაც ნიშნავს იმას, რომ 27 წლის არჩევნებს, საპრეზიდენტო არჩევნებს თავარი ოპოზიციური კანდიდატი ვერ მიიღებს მონაწილეობას. თან მან ძალიან კარგად ებმის ჩვენ სიტუაციას, რომელზეც ჩვენ რამდენი ხანი არ გვიკიჟინებენ, რომ აი ეს როგორ შეიძლება და ამდენი რეზოლუცია მიიღეს და სააკაშვილი თურმე ტყუილაძის და ეს პოლიტიკური დევნაა და ასე შემდეგ. ლეპენს ედავებიან ფინანსურ გაფლანგვას. 2004 წლიდან. კი. დღემდე. ხო, ანუ ეხლა ჩვენთან მოკლედ ადამიანი ერთი რაზეც აქვს მისჭილი სააკაშვილს არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტს როგორც პირად ყულაბას ისე იყენებდა 11 მილიონიანი ისე იყენებდა და ნუ რამდენჯერ გავიარეთ ხო ეს კონკრეტული ხარჯები რაშიც ხარჯავდა იმ ფულს და ანუ არაფერ არც ერთ ლოგიკაში რო არ ძდება მარტო უნებების დაკმაყოფილებისთვის რო იხარჯებოდა სახელმწიფო ბიუჯეტის ფული და ლეპენს ოღონდ სახელმწიფო ბიუჯეტის ფულსაც არ ედავებიან გრანტებს ედავებიან უჩვენო მაგის გამო ანუ რიგით მეორე თავარი პირველი ანუ ოპოზიციური რომელსაც მაკრონზე მეტი კი თავარი საპრეზიდენტო ოპონენტი მაკრონის და უდიდესი ალბათობით შემდეგ არჩევნებში რომ მის სასარგებლოდ გადაწყდებოდა ეგ არჩევნები მაგ ადამიანს მხოლოდ იმიტომ გამოდის ეს განაჩენი მაგ ადამიანმა ვერ შეძლოს არჩევნებში მონაწილეობის მიღება ხო, ამასობაში ევროპული სამართალი. ასევე ჩვენ ხედავთ რუმინეთში ამებს, როდესაც ასევე სასამართლოს ძალით პრაქტიკულად აუგრძალეს მონაწილეობა არჩევნებში. ჩვენ ხედავთ მოწოდებებს, გერმანიის მოწოდებებს, რომ ორბანს, რომელიც ვერ დაამხეს, აეგრძალოს, არ ჰქონდეს ორბანს, ანუ უნგრეთს ხმის უფლება, ევროკავშირით ვერაფერს ვერ უშვებიან. ჩვენ ასევე ხედავთ თუ რასაკეთებს ერდოღანი ამ შემთხვევაში ვერავინ ხმას უბატონოთ ერდოღანს ვერ სცემს, ესეც ორმაგი სტანდარტია და ჩვენ ხედავთ ამ ყველაფერს ნათლად ჩანს ტრამპის გამონათქვამით, საოცარი გამონათქვამია ტრამპის, რომ მესამე ვადაზე ფიქრობ, ოღონდ ჯერ არაო, ის პირველი შემთხვევა იქნება, მესამე ვადაზე პრეზიდენტი თუ გავიდა. არა, პუტინის და მედვედევის ამბავს ამბობენ, კაცო. არა, როგორ ამბობენ, იცი რომ ეხაო ჩემს მერე ვენსი იქნებაო, მე ვიქნებიო რა, ანუ ხვდები როგორ ხო, არც ერთი პრეზიდენტი არ არა, ესე არა. ახსოვს რომ სამი ვადით ყოფილა. არა, ესე არა, კი ბატონო. შესაბამისად, როგორც არის რა, ეს ყველაფერი ისე უნდა ქვია მივიღოთ ისე რომ მთელი მსოფლიოს ეგრეთ წოდებული ცივილიზაციული და ევროპული ნაწილი მიექანება ავტორიტარიზმისგან და ჩვენ გვიკიჟინებენ. ეხლა ჩვენ რას გვიკიჟინებენ? მოდით ეხლა პირდაპირ თქვათ, რომ დღეს საქართველოში ოპოზიცია დღეს კი არა კარგახნის წინ, მაგრამ დღეს საერთოდ გარდაცვლილია, რაც არის ძალიან დიდი წუხილის საგანი ჩემი და ყველა ჩვენთაგანის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ხარს უჭერთ, გულმხურვალედ უჭერთ ხარს ქართულ ოცნებას და პირდაპირ ვამბობთ, რომ მისი იდეების პროპაგანდას მახორციელებდა იდეები არის არა ომს, არა ნგრევას, არა სისასტიკეს, არა სისხლის. აი ამის პროპაგანდისტები ვართ.
ჩვენ მაინც არ შეიძლება მოგწონდეს მეგობრებო, რომ პრაქტიკულად უალტერნატივო არის ქართული ოცნება. იმიტომ რომ პირველი ის რომ რა თქმა უნდა ძალიან სწორ ქვეყნისთვის საჭიროა და კარგ იდეებს გადაგებს, მაგრამ თავარი მეორე რამ არის რომ გაფარჩაკდა თავიდან ბოლომდე ოპოზიცია და დღეს გამოვიდა ეს 31 ხონდა და საკრალულ თარიღად დასახელებული გამოვიდა მადამ დე პამპადური და ხახმა დაუსტვინა დედა უტირა შეიძლება ითქვას. ოპოზიციას რაც შეეხება, ანუ ჯანსაღი ოპოზიციურ ველი არის აუცილებელი წინაპირობა საპარლამენტო რესპუბლიკის როგორიც ვართ ჩვენ. იმიტომ რომ მე მაგალითს ვიყენებ ხოლმე რა სულ ეს არის როგორც ფეხბურთში არის ძირითადი შემადგენლობა და სათადარიგო სკამი, ოპოზიცია არის თეორიული სათადარიგო სკამი პოტენციური ხელისუფლების ხო მომავალში. და როდესაც შენ ხედავ რომ ამ სათადარიგო სკამზე არა საერთო საქმის გამაძლიერებელი რაღაცა ქვეყნის წარმატებისთვის ზრუნვაზე ორიენტირებული, არამედ პირიქით მარტო დაშავებაზე დაგეშილი ადამიანები არიან, რომ შენ ვერასოდეს ვერ დაუშვებ იმას, რომ შეიძლება რომ ეს პოლიტიკური ერთეული და სუბიექტი იყოს რეალური ოპოზიცია, მას გააჩნდეს თეორიული შანსიც კი რომ ხელისუფლებაში დაბრუნდეს და პირიქით, როდესაც ჩვენ შევძლებთ და დადგება ის კეთილდღეობის პერიოდი საქართველოში, სადაც ამ მავნებლებისგან ოპოზიციური ველი გაიწმინდება, შესაბამისად, ამუკა მდინარაძემაც ისაუბრა, ამაზე თავის ბრიფში შესაბამისად გამოჩნდება ის, რასაც ამდენი ხანია ქართულ პოლიტიკაში ელოდება ნებისმიერ რიგით მოგალაკ ვისი ამორჩეული არ უნდა იყოს სექტის წარმომადგენელი არ არის, რომ გამოჩნდება ისეთი ადამიანები, ვისაც მართლა პრეტენზია ექნება იმაზე, რომ კარგი სათადარიგო მოთამაშე იყოს, რომელსაც შესაძლოა მიეცემა შემდეგ რომ გახდეს ძირითადის მოთამაშე და ეგ გააჯანსაღებს თლიანად ქართულ პოლიტიკას. მოვიპოვეთ სალომე ზურაბიშვილი ინგა გრიგოლიასთან 2018 წელს და ეს ვიდეო ნახე გაქვთ, მაგრამ მოდით და გავუშვათ კიდევ ერთხელ. მოგეთ ჩვენი მოსახლეობა ისი უფლება არც ერთ პრეზიდენტს არ გააჩნია. ჩვენ მეორე დღეს როგორ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ გვინდა მთლიანობა ამ ქვეყნის. რას გაძლევთ თქვენ იმის მტკიცება, რომ ჩვენ დავბომბეთ, ჩვენ დავიწყეთ, მე არაფერს არ მაძლევ და არაფერს არ ვამტკიცებ, რაც არ არის ფაქტებში, ტელევიზიის არქივებში. ჩვენ ჩემზე უკეთ იცით, ინგა და ახლა ამაზე ხო არ ვიდავებთ რა იყო იმ დღეებში თამიმდევრობა რა ხდებოდა. მოკლედ ეს არის გამოსვლა, ბოლომდე არ შეგაწყეთ თავს, სადაც თავიდან ბოლომდე ზუსტად იმ თეზას იმეორებს, რაც ტალიავინის დასკვნაში წერია, იმეორებს იმ სულისკვეთებას, რაც სუფევს, რასაც იძახდა და რასაც მოულოდნელად ეს ქალი, ხო? აი ეს მართლა უსილცხვილო ქალი. დღეს ცვლის ჩვენებას და ებღაუჭება გმირებს, ებღაუჭება ადამიანებს, რომლებმაც მართლა სიცოცხლე გასწირეს ამ ომს და რომლებიც აღმოჩნდნენ პოლიტიკური მართლობის, უთავბოლოობის გამო, ავანტიურის გამო აღმოჩნდნენ სასიკვდილო საფრთხეში და გარდა დაიღუპნენ და ცხედრებით არ გამოიყვანეს. შემდეგ როგორ გამოიყვანეს ჩვენი უწმიდესის თაოსნობით, ესეც ვიცით. და აი ესეთი ადამიანი, აი ეს სალომე დღეს ყავთ რაღაც გამაერთიანებელ ფაქტორად. მაგრამ მოდით ახლა ჩვენ მოусმინოთ მართლაც გამაერთიანებელი არის თუ არა სალომე სხვადასხვა პარტიულ მოусმინოთ და დავაკვირდეთ აქციიდან ვიდეოს უშვებ, ხო ალბათ მოусმინოთ დავაკვირდეთ გვაქვს აქციიდან, ხო, აქციიდან მის უკან ტრიბუნის უკან არსებულ ტრიბუნის უკან მაგაზე ცალკე შესაბამისად აქციის. არა, მაგაზე ცალკე მაქვს, იმიტომ რომ რატო უნდა გავუშვა ფოტო. იმიტომ რომ ვიდეოს ვერ გავუშვებ კარგად. ზუმით აჩვენებდა პროფილს. ნახე, ანუ პირველი შემთხვევა იყო, როდესაც აქციაზე გამოსვლელი პროფილი დაჩვენა პირველმა, იმიტომ რომ უკან ეგ არის გამოჩენილი. მე მაქვს ფოტო გავუშვი თუ შეიძლება დღეს აქციიდან, აი ფოტოში კარგად ჩანს მეგობრებო, რა ბექგრაუნდი ქონდა მადამ კოკოს, თავისუფლება მიშას. ბუნებრივია, ოღონდ აქ არცად არ ჩანს სხვა ეგრეთ წოდებული პოლიტპატიმრები, რომლებიც არ არსებობენ, თუმცა მათ მიაჩნიათ ამ ლიბერდებილებს, რომ 50 სინდის პატიმრებს არა, მიშათი არის ამოვსებული ეს ყოველივე. კარგით, მაშინ მოდით ჩვენ ლევან ხაბეიშვილის კომენტარი გავუშვათ სალომე ზურაბიშვილს. არ უშველა აი ამ მიშას პლაკატებმა და ნახეთ როგორ უკმაყოფილები არიან პიტეკანთროპი ხაბეიშვილი.
ამაზე იქ საუბარი არ მიდის და ყოველკვირა რატო დადიხართ მაშინ სალომე ზურაბიშვილთან თუ ამ საკითხებს იქ არ არჩევთ და ჩემს ეთერში ითხოვთ ეხლა რომ ზურაბიშვილ ამაზე პოზიცია დააფიქსოს საზოგადოება ხომ და იცოდეს მაშინ იქ რატო დადიან რა ხდება მაშინ შეხვედრაზე თუ აქ ასეთი პრეტენზიები გაქვს დღეს არა საჯაროა პოლიტიკა და საჯაროდ დააფიქსიროს კუთხეში რა სიტყვის ეგრე მე რო ვთქვი რომ სალომე ზურაბიშვილმა თქვა რომ ერთიანობა არის შემოგდებულიო ერთიანობაო და კოორდინაცია კარგიო საქართველოს გერბზე წერია გარკვევი ძალა ერთობაში. მე გამოვიდა თქვი, ვინც არის ერთიანობის წინააღმდეგ, ის არის ყველა ბიზნეს ჯიბის ოპოზიცია. ყველა ესეა, ვისაც ერთიანობა არ უნდა. დღეს ვინც ამბობს, რომ მარტო მე დავამარცხებ ვიღაცას, ნუ სრული იდიოტი და გიჟია. მე პარტიებზე რო ლაპარაკობენ და ლოგოების უკან უყართ ხოლმე და ბანერების უკან დასხდომა, ეს სასაცილოა ავტოკრატიულ რეჟიმში, სასაცილოა. მე როცა ნაციონალურ მოძრაობაზე ვლაპარაკობ, კიდე გეუბნებით, ეს პარტიაზე უფრო მეტზე ვსაუბრობ, რატომ იცით? იმიტომ რომ უსული გასაგებია. ფეხბურთი მეტია. არა, გულისხმობთ. ვამბობთ ლენინს გულისხმობ პარტიას. დაახლოებით ესეთ რამე მოვიდა. ეხლა ნახე, აგერ მეორე ნაცი შეხედე. გავშვით. მოვისმინე, მაგრამ ნაციონალური მოძრაობა ყოველთვის იყო და იქნება ერთიანობის მომხრე. სამწუხაროა ქალბატონმა სალომემ თქვა, რომ ერთიანობის იდეა ვიღაცის თურმე შემოგდებული ყოფილა, რასაც რა თქმა უნდა კატეგორიულად არ ვეთანხმები, მაგრამ დავანებოთ თავი ამ ფორმულირებას, ჩვენ პატივცემთ ყველას აზრს, ჩვენ პატივცემთ ყველას ამომრჩეველს, მათ შორის ქალბატონის სალომეს ამომრჩეველსაც, მას თავისი ნიშა აქვს პოლიტიკურ ცხოვრებაში, მაგრამ ამ ყველაფერს ჩვენ მოველოდით, რომ ქალბატონის სალომე ერთგვარად ულიდერებდა, მაგრამ ლიდერი ვერ იქნება ესეც გასაგებია, მადლობთ, ესეც და გია ჭანტურიათი დავასრულოთ, გია ჭანტური არ არის სრულმასშტაბიანი კალიბრის ნაცი, მაგრამ ეს კალიბრიც არის სამყოფი იმისთვის, რომ გავიგოთ თუ რა დამოკიდებულება აქვს ნაცებს, ზოგადად ნაცებს და ნაცნაცებს სალომე ზურაბიშვილისადმი. უკაცრავად, რამდენი ჟურნალისტი ახლა მინდა ვკითხო ყველას, გქონიათ ინტერვიუ ამ ბოლო პერიოდში ზურაბიშვილი ერთხელ მაინც კითხეთ მას ამის შესახებ. და ნაცმოძრაობის ვინმე წევს ყოველთვის ეკითხებით წარსულს და სალომე ზურაბიშვილს ერთხელ არ უნდა კითხოთ რომ უკაცრავად საქართველოს ვაბრალებდით ამ ომის დაწყებას. ეხლა რამე გადაიფიქრეთ, რამე შეგიძლია იქნებ თქვათ, მე დარწმუნებული ვარ რომ ის სხვანაირად ფიქრობს, მაგრამ ხომ და თქვას რომ ესე არ არის, რომ შეცდა ხედავ? ამას ვერაფერს ვერ უშველი, მეგობრებო, თავიდანვე დებილები იყავთ, ლიბერ დებილებო, როდესაც სალომესნაირი მოგდებული, deep state-ის მიერ მოგდებული უხეირო აგენტი გადაწყვიტეთ რომ იქნებოდა სათავეში. არა ის მიცეს მიიღეს დავალება და ეგ იყო და ნუ უბრალოდ ხედავენ ხა ყველა დავალების მიცემიან დავალების შემსრულებელში სწორკებიანად რომ ანუ არაფერში არ გამოდგა ეს კაცი. ხო აი დღეს მაგალითად ელოდებოდნენ რომ მოუწოდებდა ყველას თავრობის გადადგომისკენ, ქმედებებისკენ, ძალადობრივი ქმედებებით, ამხობისკენ. ხო შეუძლია ავიდნენ და თვითონ მოუწოდონ გას იმ ტრიბუნაზე არავის არ ეწყინება მაგათი. ხაბეშვილი გარკვეულწილად მოუწოდებს. აგერ ნახეთ ხაბეშვილი რას ამბობს ძალადობის მოწოდება. გავუშვით. მე ჩვენს მომხრეებს, ნაციონალური მოძრაობის მომხრეებს, ამ ქვეყნის პატრიოტებს, არაპარტიულებს, მათ შორის იმ ადამიანებს, ვისაც უბრალოდ ეს ქვეყანა უყვარს. მე მოუწოდებ ფიზიკურად მათ შორის იქნება ეს ბათუმში თუ სხვა ადგილას, სადაც ასე ვთქვათ, ამ პროცესს დაიწყებენ. მნიშვნელოვანია თუ დავჭირდეს თუნდაც ძალის გამოყენება, ჩვენ აუცილებლად უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის თავისუფლება და დემოკრატია. ეხლა ვიღაცები იტყვიან რომ იცით რა, რისკენ მოგვიწოდებთ, აბა რა უნდა ვქნათ? უნდა გვესმოდეს. იცით რა, გამოვიდეთ ეხლა რა. ეს აბლატავებულია ზა. არა, ბაცა რაღაცა თამაშები, აქცია მუშაობს დემოკრატია. არ მოხვედა. ხო, გააჩენ, დიდი აბლატავებულია და ამის დასწრული ხელახლა დასაცავია და ახალგაზრდებო. არ დაუჯეროთ სახელმწიფოს, საქართველოს სახელმწიფოს შესწევს ძალა უკანონო ქმედება, ძალადობრივი ქმედება, რომელიც სახელმწიფოს თავის თავს ვერ უშველის მით უმეტეს qobილების დამხობისკენ იქნება და არეულობისკენ არის მოწოდებული. რა და ეს ხო ნახეთ და ხო იცით, არსად არ წასულა სპეცრაზმი და არ შეიძლება მეგობრებო, არ დაუჯეროთ ბავშვებო ამას რა. ეს პირველი გაიქცევა და თქვენ შერჩებით კანონს შერჩებით თქვენ და კანონი იმოქმედებს კანონის პარაგრაფებში ხა. შენი აზრით რამ არ შეიძლება რაღაცების გაკეთება. მე არ მჯერა რომ ეს გააბლატავო იმან რომ TikTok-ებს დებს კრივზე როგორ ვარჯიშობს. არ მგონია რომ მაგან გააბლატავო, იმიტომ რომ ეგ ნიშნავს რომ საკუთარი ძალის უნდა გჯეროდეს და ეხა ამას როგორ შეიძლება ქურქუმალ ვაიც საკუთარი თავის თვითრწმენა გაუჩნდეს, რაზეც არ უნდა იყოს საუბარი იმ საკითხში. მე მგონია რომ ვიღაცამ გააბლატავა.
ხო, და აი მაგას შა. გიგებთ, ვინ შეიძლება გააბლატავოთ? შეიძლება შენ როგორ უთხრა შენში ჩემ თავს ხედავო? ანუ ხო ეს ხო მიგდებული იყო. ხო და ეხლა უკვე ეს როგორც ძალოვანი ღვთის წარმომადგენელი, ალბათ არ ვიცი, წარმოდგენა რა აქვს. მე უბრალოდ ხვდები რომ გაგიჟდნენ. საბოლოო სიგიჟეში არის გადასული ეს როდის არის ძალიან მცირე რაოდენობა ხალხისა. დმანისის, თბილისის გზა, პასტორალური პეიზაჟი. ვინც ხართ ნამყოფი დმანისი, მე ჩემ ბოლნისი უნდა გაიარო, ჩამოხილი კოდა გენაცვალე, აგერ შვენიერი შიდა ქართლის, ესე იგი შვენიერი პასტორალური, ესე იგი წყნარი მშვიდი პეიზაჟი, აზერბაიჯანელები დასახლებული მსოფლები, მე ქართველები დასახლებული. სიმშვიდე სიწყლარე ბუნება და ამ დროს აი ყვირას დაუშვათ ნებისმიერ დღეს მოდიან შარა გზაზე 20 ამერიკის დროში 20 სახე გაგიჟებული თვალებ გადმოცვენილი და არ იქნება სამართალი. გაზაფხული მოქონდათ. ხო, ნუ გაზაფხული. ეს ხო სიგიჟეა ხო? ფუნიკულიორიდან იყო გამოქვანება ადრე, ეგეთი ჩემს ახალგაზრდობაში ეგრე ვიცოდა. დმანისიდან ძალიან დიდი მანძილია გამოსაქანებლად, არ არის საჭირო ეს. ანუ ეფექტი, აი რაღა მაინდა-მაინც თან დმანისი ხვდები, აი აბსოლუტურად გაუგებარია ეს. მართლა, მოდი მაშინ ესე დაგესვათ, რა არის გასაგები მაშინ? ხო, ან დღევანდელ აქციაზე რა იყო გასაგები? არაფერი, აბსოლუტურად. დღევანდელ ისეთი ანონსი ჰქონდა. სხვა შორის, აი ტრეილერი ვიდეო, ტრეილერის პრინციპი ხო ისეთია, რამდენი ფილმია ისეთი, რომლის ტრეილერს რო ნახავ და ნახვა მომიდება, მე აღარ დაგეცე. რა თქმა უნდა. და აი დაახლოებით ეგ არის რა. დაახლოებით კი რა. მაგრამ ამ ტრეილერს არ ვარგოდა. არა, ამ ტრეილერმა თქვა, რომ всё, ეხა ვიწყებთ ახალ ფორმატს, ქნით ახალ სალაყბოს და ამ სალაყბოში დავждები და всё, აი ხა დედასუტირებთ რა. დაახლოებით ლოთი რო იძახის, რომ აი всё, მორჩა, პირობას რო დებს ოჯახში, ლოთი პიანიცა, ალკოჰოლიკი, რომ აი всё, მე აღარ დავლე. აი всё, აი ხა აღარ დავლე რა. ერთის დამისხდა. აი ხა просто ეხა ცოტა და всё, აი ხა იწყება და არაფერი არ იწყება. დათო დოიაშვილი ძალიან გიყვარს შენ და გაუ. შემი ძმა. დიალოგისთვის სწორედ ამისთვის ჩავდივართ ყველგან. ახლა ლეონ პროფესიონალია. პირადად ძალიან ბევრი კუთხე აბსოლუტურად სხვანაირად დავინახე, გავიგე მათი პრობლემები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ველაპარაკებით ხალხს ყველანაირს ვის გააწუხებს და უფრო გასაგები ხდება და ჩემთვის კიდე უფრო გასაგები გახდა, რომ არა მარტო ჩვენ მსახიობებმა უნდა ვიაროთ, არამედ ყველამ უნდა ვიაროთ, იმიტომ რომ დაიწყეს დიალოგი და ამუშავეს. აი გოიაშვილი ხო არის? რო ჩაეწეროს პირდაპირ პარტიულ სიაში. არა, ნუ ეგ რეჟისორად ღმერთს არ უქნია. რევოლუციონერად მით უმეტეს. და თუ მაინც აპირებს რომ ესე კარდაკარები ატაროს, იაროს და აგიტაცია ეწიოს, რასაც ეს აკეთებს. ხაბეიშვილთან ერთად გახდეს ნაციონალური მოძრაობის ოფიციალური პარტიული განსხვავებას ამას და ჭოლას შორის. ჭოლა არის გაცილებით ჭკვიანი ხიტრი ტიპი. ჭოლა თავის თეატრი, კოკა-კოლაში გააკეთა თავის თეატრი, ალბათ თავის სამყოფულსაც აკეთებს. არ ეზარება, არა. ის გურული კაცია და კი ბატონო ეუბნება რომ შენსკენ ვარ, შენი მომხრე ვარ, მაგრამ არ უიაროს. არც ხდება, არც აქვს იმის მუღამი რომ მაინდა-მაინც თეატრში ხელს გადაწყობს და იტყვის რომ აი ეს მაგარი ბიჭები თავის საქმეს ფილეთებს ყიდის და მაყურცაც რაღაცას აკეთებს. ანუ კი დაუშვათ იქ მოუწოდებს ხელს ჩამოართმევს ყოჩაღი ხარო ეუბნება, თვითონ გადაშვებული ამაში არ არის. და ნიკოლოზ რაჭველი გაშვება ამ დროს ნიკოლოზ რაჭველი. გოიაშვილი არის ისტერიული პირი. მოდი ახლა ლაშა ბუღაძე გავუშვა, ძალიან საინტერესო ლიტერატურული ალუზია. ძლიერები მოგვეყარნენ ესე. ძალიან ესეთი შორეული ანალოგია შესაძლოა და ნამდვილად არ გულისხმობ ამ ანალოგიის დრამატურგიას, მაგრამ ახლა შუშანიკის წამება აი რაღაცა მოდელი იმისა, თუ როგორ შეიძლება რომ გაგონდათ სისტემამ და მოძალადემ სწორედაც სადოს დამცირება მართალი ადამიანის, მაგრამ ამ ქალის სულ იმდენად ძლიერია, რომ პირიქით გადაჯერგავს ყველა ამ სახეობის ძალადობის ფორმას. ცხადია, რომ იმას არ გულისხმობ, როგორც შუშანიკის მოდელი გულისხმობს იდეის გამარჯვებას, მაგრამ ფიზიკურ გაქრომას ადამიანისას ელენე და ჩვენი დრო ამას არ გულისხმობს. ჩვენ გადავრჩებით ელენეს ძალიან დიდი მადლობა უნდა გადაუხადოთ. ხოშტარიას ისე როგორც ყველა აი ასეთ თავგანწირ უხერხულია უბრალოდ. მე მაგ ორი კითხვა. ერთი წინა ვიდეოსაც უყურეთ და ერთი ნაც შემოქმედი იყო და ეხლა მეორე ნაც შემოქმედი არის და ორივე იყო შავებში.
როცა ამათი მთელი იდეოლოგია იდგა იმაზე, მიშას პერიოდში განსაკუთრებით, ეგ გაძლიერდა სადაც 2006 წლიდან, რომ შავებში ჩაცმული ქართველი იყო სიგოიმის და მენტალური სიშავის წარმოადგენელი. რო აი ხა მაგაზე ნუ გამოვეკიდებით. მე ხო ესთეტურ ნაწილებზეც ხო და შინაარსზე არ გაინტერესებს. შინაარსზე არ ვილაპარაკო. არის იმ სამყაროს დედავატირე. მაგითი დავიწყებდი. მეორე შესაძლოა გააკეთა განცხადება, სადაც ნათქვამი არის, რომ მისი თანხმობის შემთხვევაში, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში არ აქვს უფლება, რომ ეს ვიდეო გამოაქვეყნოს. მზადაა რომ გამოქვეყნოს ვიდეო, რომელიც დეზავუირებას მოახდენს მისი განცხადების, რომ იქ რამე განსაწინააღმდეგო განხორციელდა ხოშტარიას წინააღმდეგ და მესამე და ყველაზე მთავარი, ჩემთვის პრობლემური რაც იყო, ხოშტარიას რო ყოფნის უნამუსობა და შემდეგ მთელი ოპოზიციური სპექტრი ამას რო იმეორებს, მაგრამ ნუ უნამუსობა ყოფნის ვისვამოთ რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მე მერიცხებოდეს ყოველთვე ფული ხოშტარიას ოჯახს როგორც ერიცხება. ხო და ეს ადამიანები გამოვიდნენ თქვეს რომ ელენ ხოშტარი არის ნაწამები. ხო, ეს არის საინტერესო. როდესაც იმედის გვერდზე დაიდო მე მგონი ეგ პირველად დაიდო ის რომ შეახსენეს ნაცების პერიოდში ნაწამები და მე სიხნე გამოსული ელენ ხოშტარიას ფოტო ამაზე ატეხის ამბავი რომ უყურე ის კი არა რომ ანუ მაგ მორალურ კატეგორიაში შეეხედათ რა რომ რას ეძახიან წამებას რა იმედმა ეს რა იკადრაო ანუ მაგაზე გადავიდნენ გესმის ანუ ადამიანი გეუნება რომ მე მაწამეს და ანუ ხო ნუ მაგრამ ეგეც გასაგებია ჩემი მგონებაში პასუხს გასაგები ანუ ესენი წამებას ეძახიან მაგას ადამიანს რომ არანაირ წამებას უტიფრობა აქვს სხვა რამეა უყურე შეწუხდა რატომ მაგალ არა ღმერთობა პატია ხო ალუზია გაკეთა შუშანიდან ღმერთობა პატია და ქეთევან წამებულთან რატო არ შეიძლებოდა თუ ასეთი უტიფრობა არის დავიწყოთ ახლა რაც შეეხება ძალიან საინტერესო ამბავია შუშანიკთან დაკავშირებით ჩვენ გვახსოვს ის ტრაგიკული ამბავი ჩვენ ბავშვობიდან ვკითხულობთ მაგას და ჩვენ ხედავთ რომ იყო თავის ხუცესთან და ურჩია რომ წმენის გულისთვის ხარდაჭერა მოიპოვა გარკვეულად და ეწამა წმენის გულისთვის ხო და ამან გამოიწვია უდიდესი კატაკლიზმი იმიტომ რომ ვახტანგ გორგასალმონი რახსენ პეტრიახს დედა უტი ანუ ეს იყო უდიდესი იდეა ამ ქალის უდიდესი იდეა რის გამოც ამ ქალმა თავისი სიცოცხლე გადადო გვერდზე და ელენს არა უდიდესი იდეა ნაცების ხელისუფლებაში მოbrunების სახით არ არის ეს შენთვის უდიდესი იდეა არ ემსახურება ეს მაღალზნეობრივ ერის განვითარებას ხო აი ეს უტიფრობა აი ერთი ხელის მოსმით შეუძლია როგორც მიშა საკუთარ თავს დავით აღმაშენებელს ადარებდა ოღონდ უფრო დაბლა ვარ ცოტა ეს ცოტა ხანი დაგვეცადა დავით აღმაშენებელზე მაგარი ვარო რა კი რა თქმა უნდა აი ესევე არის ესეც და რაც შეეხება გაშიშვლებას და ბუქნებს აგერ ვარ პატიმარი და ჩვეულებრივი როცა საჯელასლური დაწესებაში შედიხარ ან როცა ძალიან კაცრი ჩრეკა მიმდინარეობს ბუქნი და გაშლება ოღონდ ერთ და იგივე შენის ქესის ადამიანი უნდა შეკავდეს მაგ დროს არის ჩვეულებრივ მიღებული პრაქტიკა ყველგან ამაში დამამცირებლად ესეთი გაშიშვლება იწვება მაშინ როდესაც შენი საწინააღმდეგო ქესის ადამიანია ეს არ შეიძლება ეს არის დამცირება და რა თქმა უნდა წამების ტოლფასი მაგრამ როცა შენის ქესის ქალები ამ შემთხვევაში ამ დათვალიერებას ახდენენ ჩხრეკენ ამაში წამება კი არა ხდები ამაზე პასუხი არსებობს და უცხოელი მე მგონი ამას ვერ გამოეკიდებიან. გრიგოლ გეგელია არ გვინდა, იმიტომ რომ ამჯერად იდიოტობა თქვა. როდის არ ამბობს. ტაბლიაშვილი გავხეთ სასაცილო ვიდეო, გავშვით. ადამიანი უქმდება ადამიანი პიროვნულობა ადამიანისა და ქვეყანაც. რაღა დამრჩენია და ახლა ნახეთ როგორ წარმოვთქვა, нахეთ კარგად დააკვირდით. Добрый вечер. Говорит и показывает Москва, причем Москва не 80-х, а Москва 30-х, Советский Союз. Я журналист из бюро Первого государственного канала. И моим руководителем является Великая Скобеева или Великий Соловьев, или Киселев, или Дугин. Нахет, ეხლა უკვე კადრი ჩემზე უნდა იყოს კარგია. მიაქციეთ ყურადღება. უაქცენტო არ ვიცი რამდენად, მაგრამ ესე კი ვეცადე, ხო? კარგი, რუსული კი მაქვს. მაგრამ
მაგრამ პირველი რასიისკი კანალზე მუშაობა ცხადია, მე არ ვაპირებ, ანუ უშუალოდ საკუთარ თავს არ გულისხმობ მიუხედავად ჩემი ვის თავაზობს ვინ? დღევანდელი სტანდარტებით მაინც ესე უნდა თქვა, კარგია ნორმალური რუსულისა, მაგრამ ჩემზე უარეს რუსულიანები, რუსულის ცუდაცოდნეებიც გამოჩნდებიან ამ ჩვენ საქართველოში, ვინც ამას იტყვის სკაპეევაზეც, რუსულ არხზეც იმუშავებს, თან სიამოვნებით ოღონდ კი თანხა ჩაერიცხოთ. ანუ ამას არ ითაკილებს მეთქი ამის თქვა მინდა და არც ახლა, მოდი ვიყოთ გულახდიური, არ თაკილობს. არ არის ეს კაცი. По-моему, он долбоёб. Я так думаю, что он не в себе, этот человек вообще не в себе, он не понимает, где находится, и не надо над ним смеяться, потому что, ну, грех смеяться над больными людьми. ხუმრობის გარეშე ეს ტიპი რაღაცები უნდა გამოხშიროთ, იმიტომ რომ ეს არის თვითონ მიუწვდომელი ოცნება მისი. ხვდები? მე რუსული კარგად ვიციო, მე რა თქმა უნდა, просто სამწუხარო რა არის, რომ ჩემნაირ რუსული ჩემნაირ რუსული ცოდნებს კი არ აიყვანენ. ვიღაცას აიყვანენ. მანდაც ვერ ვივარგი. კეზერას კანტორაში ხო ვერ ვარგივარო და რუსულ არხს. კეზერას კანტორაში მუშაობა თუ ოსტანკინოში მუშაობა, მან აი დილემა არსებობს რა. ანტიქართულ საქმეს შეიძლება ორი მხარეს აკეთებდე რა. ორი ადგილას აკეთებდე. უბრალოდ ადამიანი არის, რომელსაც არც რეიტინგი აქვს და მხოლოდ იმით არის ცნობილი ფართო საზოგადოებაში, ჩვენ ვუშვებთ. მართლა. რა თქმა უნდა, კაცო. რა ის ხუმრობა და TV ფორმულას გადაცემები იმით არის ცნობილი და კავკასიის ორ ტელევიზიას წინასწარ შემთხვევაში თუ რამეს ვაჭარებთ დადოს რეიტინგი. ორ ტელევიზიას ვაცოცხლებთ ჩვენ, მეგობრებო, ორ ტელევიზიას აგერ ვარ ჩვენ, სამი და კო, პოსტი ვიცარა. სამი და კო აცოცხლებთ რა. კი ბატონო. მოდი, გია ჯაფარიძე ძალიან საინტერესო რაღაც ამბობს. საჯდომთ მებრძოლის ძმა. სააკაშვილის შემთხვევაში ეს არის უზარმაზარი გარღვევა, სააკაშვილმა ფაქტობრივად თავიდან დაწერა მსოფლიო რუკაზე საქართველოს და ეხლა არასდროს საქართველოს სხვადასხვა საერთაშორისო réitingებში არ ყოფილა პირველი და სააკაშვილის დროს საქართველოს იყო წარმოედინებს საერთაშორისო réitingებში. სააკაშვილის ბედიც არის ძალიან ტრაგიკული. გაჩერეთ. ეხა ამაზე ესენი რა უტიფრები არიან, როგორ გველაპარაკებიან რეიტინგებში პირველ ადგილზე. როდესაც სწორედ ოცნების მმართველობის დროს 1000-ნაირ რეიტინგში, ყველა რეიტინგში გვაქვს გაუმჯობესება, მართლაც პირველ ადგილზე ხართ, ხუთეულში ვარ. ეკონომიკური ზრდა, ეკონომიკური უსაფრთხოება, კორუფცია, კონტრაბანდასთან და ტერორისტთა ბრძოლის ინდექსები ყველგან რეალურად ვარ. უსაფრთხოების ინდექსი. ხო, აბსოლუტურად ყველგან იმის და ეკონომიკური დის მაჩვენებელი ევროპაში, ხო? ევროპის ჩემპიონატზე გავედით. ყველგან არის და ოლიმპიადაზე საუკეთესო შედეგი გქონდა. რა თქმა უნდა. ყველგან არის და კულტურის იმპორტი ხდება. რა ვიცი, რაზე ვლაპარაკობ? არა, ინდექსებზე როგორ გველაპარაკობ? ხო და, ნუ რა ვიცი, ხა მიშას დროს აი საუბარი ჩვენს რაზე მიდიოდა. გადატრიალებებზე, ომზე, უბედურებაზე, რა ვიცი, დარბევაზე, ჩვენ თავად სასაუბრო თემა რეალურად სოფლიო მასშტაბით გავხდით. ნუ ვარდების რევოლუცია ერთი, იმიტომ რომ ყველაფერადი რევოლუცია შუქდებოდა სოფლიოს მასშტაბით, ეს იყო დასავლური და ლიბერალური პრესის მთავარი აჯენდა და მეორედ, როდესაც 2008 წლის აგვისტოს ომი იყო და ჩვენ ლამის მაკეინის საარჩევნო პლატფორმა გადაიქცა, ეს ომი გახსოვს ხო ძალიან კარგად, მაკეინი თავის წინა საარჩევნო სპიჩებში ლაპარაკობდა ამაზე, რომ აი საქართველოს გამოცდილება და ის როგორ მე დაუპირისპირდებოდა რუსეთს და ასე შემდეგ, ხო? და წააგო, საბოლოო ამერიკა. ხო, აქ კიდე ბერძენიშვილის ხო და პოსტია, უბრალოდ მინდოდა რომ რომელი? მე თქვა რომ აწუხებდა ცოცხალი რო ყოფილიყო, მასაც გაასამართლეს უტიფრობა, რომ ბერძენიშვილის ჩვენ ეს მოდი ცალკე იყოს კიდე რა. ანუ ეს არის როგორი უტიფრობა, იცი? არა, კომისიის თემას რაც შეეხება, ჩვენ მაკორატიანის ჩვენება ვიხილეთ და ეს ხო არ არის ერთი ქალის ჩვენება, ეს არ არის თუნდაც 10 ადამიანს კი არ გადახდა, ასობით იყვნენ ასეთები, რომლებსაც უბრალოდ ან რაღაც მიზეზის გამო, საბაბის უпростоრად ეგ მიზეზი არის. ან საერთოდ საბაბის გარეშე დაუნგრიეს ცხოვრება და გააცამტვერეს. და აყარეს ატივი, ღირსება და ყოველგვარ უკიდურესი ფორმით დაამცირეს და ეს ხო ბევრია ასეთი და მე დარწმუნებული ვარ ბევრი იტყვის კიდე და ამოიღებს. აი რატომ არის ეს კომისია კარგი? როგორ გაახსენა ეს
ეს ჯერ კიდევ შეუხორცებელი ჭრილი. დღეს მე მგონი განსაკუთრებით ემოციური იყო, იმიტომ რომ ხალბატონი რატიანის თავს გადახდენილის მოსმენა, ნუ შემდეგ იყო სამწუხაროდ არ მახსოვს რომელი რეგიონის გამგებელი საუბრობდა ომის პერიოდის ფაქტებზე. ფეხით რო მოუწია წყლის არხებით გორამდე ჩამოღწევა ძალიან დიდ მანძილზე და როგორ ყავდათ მიგდებული მიშას მაღალჩინოსნებს მაშინ დაბომბილდა რუსეთის ჯარისგან თავდასხმული ჩვენი ტერიტორიები და ანუ ამ ყველაფერს რო უყურებ და უცებ რო გესმის რომ აქეთ ეს თაღლითი საერთაშორისო თუ ლოკალური მამუკა ხაზარაძე უტიფრობის უმაღლეს პიკში ბედავს და იმას ამბობს რომ ამ შაპიტოში არაპირებს მონაწილეობის მაგის გამო პასუხს აკეთებს ხულიკი ღალატის ფორმულა სწორად დარქმეული თარგამაძე რო ამბობს რომ არ მივა ამ ცირკში და მსგავს ტერმინებს რო იყენებენ ადამიანების ის ტრაგედიებზე რომელსაც ჩვენ აქ ვისმენთ და რაც შეეხება ამ ბანძი ბერძენიშვილი თქო უნდა მეთქვა, მაგრამ როგორ შეიძლება არა ბანძი იყოს რომელიმე, მაგრამ ჩრდილში მყოფ ძმისგან ვერ გაგიგო ორივე ჩრდილში არის. ბიჭო არ მაგარი იმიტომ რომ მამა რო Facebook-იდან პარტიიდან გააგდო თავისი ძმა, დათო. ეგ იყო ის რომ ანუ იმის ჩრდილში გზნობს თავს. უფროსი რახან არის, გეტყვი. ეგ იყო რომ გაწია. ხოლო ეს რო ბედავს აგრეთვე და ამბობს რომ ანწუხელიძეს გაასამართლებენ, ხო, ან თუ არსებობს ადამიანური მორალი რომელიც ანწუხელიძეს უთანაბრებს სააკაშვილს, მამუკა ხაზარაძეს, გიორგი თარგამაძეს, ან თუნდაც იქ გამოკითხულ თუ გამოსაკითხ პოტენციურ დამნაშავეებს თუ შეცდომების რბილად ვთქვა დამშვებებს მათ საერთოდ არ აქვს ხმა ამოსაღები არც ერთ ქართულ გმირზე, იმიტომ რომ აქ საერთოდ არ დგას მაგაზე საკითხი, ეგ არის ყველაზე ბინძური პროპაგანდისტული ხერხი და ემოციური манипуляცია რაც შეიძლება გამოიყენო რომ გარდაცვლილ გმირებზე ილაპარაკო რომ აი ესენი არიან ესენი სხედან დღეს და ბოლოს ბოლო ვიდეო დღეს გრიგოლიას კიდევ აქვს პირდაპირ ეთერი ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტთან და გაუშვით ძირითადი განწყობა რომ რით ვერ დადგა ერთად ეს ოპოზიცია. აი თქვენ ხომ ხვდებით ოპოზიციას? ხვდები ოპოზიციას. ხო, აბა კიდევ რა, არა მხოლოდ ხვდებით, არამედ მე ვცდილობ ყველანაირად რომ ესენი მოვიყვანო ისეთ მდგომარეობაში, რომელიც უპასუხებს ამ დაკვეთას. მადლობთ. ანუ პარიატკაში, ახლა მართლაც ეს არის ფარჩაკიზმის მწვერვალი. ანუ ეს ბაბაიაგა ბაბაიაგა კიდე სხვათა შორის რუსული ზღაპრის გმირია და ბაბაიაგას ვერ წაართმევ ჭკუას, გარკვეულს და გარდასახვის უნარს და ასე შემდეგ. არ არის ძლიერი აი სლავი ბაბაიაგა. სლავი ბაბაიაგა, კი ბატონო. პარიატკაში მომყავსო. მეო არა მარტო ხვდებიო, ბიჭო. აი ცოტა ვაპარიატკეფო რა, ვთვლობ რომ პარიატკაში მოიყვანეს ბავშვებიო რა. აი ეს მიიღეთ ძვირფასო შემოპოზიციონირება. პანდას სიმღერაში აი მოდი იყო პარიატკაში მოდი თქვენ. პარიატკაში აი ხო ნუ ეგ არის რა და გილოცავთ სანამ ეს ქალი პარიატკაში მოგიყვანთ ჩვენ წავალ და დიდი ალბათობით ეს პარტიები აღარ იქნება დიდი ალბათობით. ღმერთ მაქნას. და ჩვენ დავაშენებთ და მოვა ახალი ოპოზიცია. თქვენ დარჩით ამ ქალთან, ბაბაიაგასთან. კარგად ზანდებოდეთ ხვალამდე. ხვალამდე.